Христос воскрес! Քրիստի աղდგա։ Сегодняшний текст для нашего размышления записан в послании Римлянам, 8 главе, 26 стих. Დღევანდელი საკითხავი ტექსტი არის რომაელთა მიმართ წერილი მერვე თავი 26 მუხლი. Также и Дух подкрепляет нас в немощах наших, ибо мы не знаем, о чем молиться, как должно. Но сам Дух ходатайствует за нас воздыханиями неизреченными. ასევე სულიც ეხმარება ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, როგორ უნდა ვილოცოთ, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხრით. Прошлое воскресенье мы вспоминали о сошествии Духа Святого на Церковь. წინა ეკლესიას ჩვენ გავიხსენეთ სულიწმიდის გარდამოსვლა ეკლესიაზე. Зачитывались тексты о том, как Бог обещал, что пошлет Духа Святого. წავიკითხეთ წმინდა წერილიდან ადგილები, სადაც არის ღმერთის დაპირება, რომ ის წარმოგზავნის სულიწმიდას. И тексты, как Бог исполнил это обещание. და წავიკითხეთ აგრეთვე მუხლები, სადაც დაწერილია, როგორ აღასრულა ღმერთმა თავის დანაპირები. Прочитанный нами текст говорит о том, какое значение имеет для нас сошествие Духа Святого. ხოლო დღეს წაკითხული ტექსტი გვეუბნება ჩვენ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სულიწმინდას ჩვენთვის. Апостол Павел говорит здесь об одном из действий Духа Святого в жизни верующих. პავლე მოციქული ამ მუხლში ლაპარაკობს სულიწმინდის ერთ-ერთ მოქმედებაზე ქრისტიანის ცხოვრებაში. Здесь сказано, что Дух подкрепляет нас и ходатайствует за нас. აქ დაწერილია, რომ სულიწმინდა შუამდგომლობს ჩვენთვის. Прежде чем я приведу высказывания двух христианских авторов, давайте посмотрим на контекст всего послания. და სანამ მოვიყვან ორი ქრისტიანი ავტორის კომენტარს, იქამდე მინდა წავიკითხო ტექსტი. На контекст самой главы მინდა მიაქციოთ კონტექსტ, ყურადღება. и потом сам стих, который мы прочитали. და შემდეგ თავად მუხლს, რომელიც წავიკითხეთ. Что апостол Павел писал в этом письме о славе Божьей, რას წერდა პავლე მოციქული ამ მუხლში? ღმერთის დიდებაზე, о Духе Божьем и вздохах, სულიწმიდაზე და ოხრაზე, კვნესაზე, სხვა თარგმანში и о молитве. და ლოცვაზე. А потом мы это все попытаемся объединить. ხოლო შემდგომში ჩვენ ამ ყველაფერს გავაერთიანებთ. Во-первых, о славе Божьей. პირველ რიგში საუბარია ღმერთის დიდების შესახებ. Еще в самом начале своего письма апостол Павел говорит, что все согрешили и лишены славы Божьей. ამ ეპისტოლეს დასაწყისში პავლე მოციქული წერდა, რომ ყველამ შესწოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას. В 5 главе он говорит уже о том, что верующие в Иисуса имеют надежду на то, что снова получат эту славу. ხოლო მეხუთე მუხლში პავლე მოციქული წერს, რომ ქრისტიანებს აქვთ იმედი, რომ ისინი დაიბრუნებენ ამ დიდებას. В 8 главе, в которой мы прочитали текст, апостол Павел снова пишет о Духе Божьем, о славе Божьей. და ამ თავში პავლე მოციქული ისევ წერს სულიწმიდის შესახებ. Это событие он еще называет нашим усыновлением или искуплением тела. ამ მოვლენას ის აგრეთვე უწოდებს შვილად აყვანას და სხეულის გამოსყიდვას. 8 глава, 23 стих. «И не только она, там речь о творении, но и мы сами, имея начаток Духа, и мы в себе стенаем, ожидая усыновления, искупления тела нашего». მერვე თავის 23 მუხლი. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით გულში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. То, чего мы лишились в Эдеме, ის რაც დავკარგეთ სამოთხეში, то, на что имеют надежду верующие в Иисуса, ის რის იმედიც აქვს თითოეულ მორწმუნეს.
будет даровано нам в день искупления, ჩვენ მოგვეცემა გამოსყიდვის დღეს прославленные тела. განდიდებული სხეულები. Второе. მეორე, В этой главе апостол Павел пишет о 3 вздохах. ამ თავში პავლე მოციქული წერს სამი სახის კვნესაზე, ოხრაზე. Вздыхает творение, об этом 22 стих. კვნესის ქმნილება, Вздыхают верующие, об этом 23 стих. კვნესიან მორწმუნეები, Причем те и другие вздыхают до тех пор, покуда верующим не будут даны новые тела. და ერთნიც და მეორენიც ოხრავენ იქამდე, სანამ არ მიიღებენ განდიდებულ სხეულებს. Когда дети Божьи войдут в славу Божью, როდესაც ღვთის შვილები შევლენ ღმერთის დიდებაში, когда тленное будет облечено в нетленное, როდესაც ხრწნილება შეიმოსება უხრწნილებით. и вздыхает Дух Святой, об этом 26 стих. და კვნესის აგრეთვე სული წმიდა. Сам Дух ходатайствует за нас воздыханиями неизреченными. არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხრით. Или, как в современном переводе сказано, Дух сам ходатайствует за нас вздохами, которые не могут быть выражены словами. ან და როგორც თანამედროვე თარგმანში არის დაწერილი, რომ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის ოხრით, რომლის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. Причем о Духе Святом в 7 главе было только одно упоминание. უფრო მეტით სული წმინდა მეშვიდე თავში ერთხელ არის ნახსენები. В 8 главе этих упоминаний около 20. ხოლო მერვე თავში 20 ჯერ არის ნახსენები. Дух Святой освобождает нас от закона греха и смерти. სული წმინდა გვათავისუფლებს ჩვენ ცოდვის და სიკვდილისგან. Дает способность жить по-божьему. და გვაძლევს ძალას, რომ ვიცხოვროთ ღვთისნიერად. Меняет нашу природу. ცulis ჩვენს ბუნებას, Дает силы для победы над нашей плотью. გვაძლევს გამარჯვებას საკუთარ სხეულზე. Подтверждает наше усыновление Богом. და ამტკიცებს ჩვენს შვილებას ღმერთის მიერ. И гарантирует наше прославление вечности. და გვაძლევს გარანტიას, რომ ჩვენი სხეულები იქნება განდიდებული მარადისობაში. То есть в 8 главе целая концентрация рассуждений апостола о Духе Святом. მერვე თავში კონცენტრირებულად არის აღწერილი სული წმინდის შესახებ. Теперь давайте соединим первую мысль и вторую. მოდით შევაერთოთ პირველი და მეორე აზრი. На протяжении всего письма апостол Павел говорит о славе Божьей, მთელ წერილში პავლე ლაპარაკობს ღმერთის დიდებაზე, о которой в 8 главе он говорит, что мы ее ожидаем. ხოლო მერვე თავში ის წერს, რომ ჩვენ ველოდებით მას. И в этой же главе он очень тщательно, очень подробно говорит нам о действии Духа Святого в жизни верующего в Иисуса. და ამავე თავში ის ძალიან დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ მოქმედებს სული წმინდა მორწმუნის ცხოვრებაში. И вот то, что мы ожидаем, Дух Святой влечет нас туда, помогает нам туда идти. და რასაც ჩვენ ველოდებით, აი სული წმინდა გვეხმარება ჩვენ ამაში. И третье, что я хотел бы сказать по этому стиху. და მესამე, რაც მინდა გითხრათ ამ მუხლის შესახებ, Возможно, вам, как и мне, было интересно, почему апостол Павел говорит, что мы не знаем, о чем молиться. იქნებ თქვენს დაგებადათ ასეთი კითხვა, რაც მე გამიჩნდა, რომ რატომ წერს პავლე მოციქული, რომ არ ვიცით რაზე ვილოცოთ. Ведь вам знакома молитва «Отче наш»? თქვენთვის ხო ცნობილია მამაო ჩვენო ლოცვა. Ведь сам апостол Павел в письме верующим в Филиппах пишет, что открывайте свои желания пред Богом.
ფილიპელთა მიმართ წერილში თავად პავლე მოციქული წერს, რომ გაუხსენით ღმერთს გული და ელაპარაკეთ მას თქვენი სურვილების შესახებ. Кажется, все просто. Есть желание, открывай его Богу. გონი ყველაფერი გასაგებია. გაქვს სურვილი, საჭიროება, ელაპარაკე ამის შესახებ ღმერთს. Но здесь Павел утверждает, что мы не знаем, о чем молиться. მაგრამ პავლე მოციქული აქ ამტკიცებს, რომ ჩვენ არ ვიცით რაზე ვილოცოთ. Причем он включает сюда и себя. და თანაც საკუთარ თავსაც მიაკუთვნებს. Он не говорит, вы не знаете. ის არ ამბობს, რომ თქვენ არ იცით. Он говорит, мы не знаем, о ის чем ამბობს, молиться. ჩვენ არ ვიცით. То есть и зрелые христиане в том числе. ანუ უკვე ზრდასრული ქრისტიანებმაც არ იციან. Даже зрелым христианам это не дано знать, დიახ, ზრდასრულმა ქრისტიანებმაც არ იციან თუ როგორ ილოცონ. только в догадках. ისინი მხოლოდ რაღაც ეჭვებში არიან. И вот что по этому поводу пишет Августин. და რას ლაპარაკობს ამის შესახებ წმინდა ავგუსტინე? Мы не знаем, о чем молиться, как должно, по двум причинам. ჩვენ არ ვიცით როგორ ვილოცოთ, როგორ შეეფერება ორი მიზეზის გამო. Еще не ясно, на какое будущее мы надеемся и к чему мы идем. ჯერ არ არის ნათელი რა მომავლის იმედი გვაქვს და საით მივდივართ. К тому же многое, что может нам казаться благоприятным, может быть противоположным. და უფრო მეტიც, ბევრი რამ, რაც ჩვენთვის ხელსაყრელი შეიძლება რომ ჩანდეს, იყოს საპირისპირო. И наоборот. და პირიქით. То есть, по словам Августина, мы не знаем, о чем молиться, потому что то, о чем мы просим, мы не уверены, что это нам ко благу. ანუ ავგუსტინეს სიტყვებით, ჩვენ იმიტომ არ ვიცით როგორ ვილოცოთ, ის ამბობს, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ ვილოცოთ. И то, что мы просим у Бога от нас убрать, мы порой не знаем, что оно как раз именно нам во благо. და როდესაც ღმერთს ვთხოვთ, რომ რაღაცა მოგვაშოროს, ეგება ეს ჩვენთვის სასიკეთოა. Это вторая причина по Августину. ეს მეორე მიზეზია ავგუსტინეს მიხედვით. А первая, он говорит, мы не знаем, к какой славе мы идем, к какому будущему. ხოლო პირველად ის ამბობს, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორი დიდებისაკენ მივდივართ. А вот цитата из прошлого столетия. წაგიკითხავთ წინა საუკუნის ციტატას. Мы в себе стенаем, ожидая усыновления, то есть о жажде христианина по искупленному телу. ჩვენ შინაგანად კვნესით ველოდებით რა ჩვენს შვილად დაყვანას. ანუ Дух чувствует эти невыразимые словами стоны и доносит их до Бога, ходатайствуя о нас. ანუ სულს ესმის ეს ენით გამოუთქმელი კვნესა ოხრები ადამიანისა და მიაქვს იგი ღმერთთან. Я понимаю, что те, кто еще очень молоды, скорее всего, мало об этом размышляли. მე ვფიქრობ, რომ ის ვინც შედარებით ახალგაზრდები ხართ, ცოტა გიფიქრიათ ამ საკითხზე. Но чем старше вы становитесь, тем больше вы могли замечать за жизнью одну важную вещь. მაგრამ რაც უფრო ასაკში შედიხართ, თქვენ ალბათ დააკვირდებოდით, Ее очень убедительно и красочно передал когда-то Льюис в своей книге «Просто христианство». და ეს აზრი ძალიან კარგად გადმოსცა ლუისმა თავის წიგნში უბრალოდ ქრისტიანობა. Льюис пишет о том, что многим из нас очень трудно хотеть небо. ლუისი წერს ამ წიგნში, რომ ბევრ ჩვენგანს უჭირს სამოთხის სურვილი, რომ იფიქროს სამოთხეზე. Потому что вся наша культура нас сосредотачивает на земле. იმიტომ რომ მთელი ჩვენი კულტურა მიმართული არის ამ ქვეყნიერებისკენ. А другая причина, Льюис говорит, почему нам трудно хотеть небо,
Потому что когда это желание в нас появляется, мы его попросту не узнаем. ხოლო მეორე მიზეზი არის ის, რომ როდესაც ჩვენ გვიჩნდება ასეთი სურვილი, უბრალოდ ჩვენ არა გვაქვს ამის ჩვევა, არა ვართ მიჩვეული ასე ფიქრს. Большинство людей, которые действительно бы научились заглядывать в свое сердце, знали бы, ადამიანების უმრავლესობას რომ შეეძლოს საკუთარი გულის სიღრმეში ჩახედვა. то, что они желают, и желают очень сильно, эти обещания никогда не выполняются здесь на земле. ისინი ხვდებიან, რომ ის რაც მათ მთელი გულით სურს, არასოდეს ხდება. Льюис приводит 3 направления желаний. ლუის მოყავს 3 მიმართულება. Страстная юношеская мечта о первой любви. ეს არის ახალგაზრდული ლტოლვა, პირველი სიყვარული. Или о какой-то заморской стране. ან რაღაც საზღვარგარეთში წასვლა, ქვეყნების ნახვა. Или то волнение, с которым мы беремся за любимое дело. ან ის შემართება თუ როგორ ვიწყებთ ახალ საქმეს. Все это не может быть удовлетворено ничем здесь на земле. მაგრამ ეს ყველაფერი ვერ კმაყოფილდება ამ ქვეყანაზე. В полной мере. ბოლომდე. Ни женитьбой, ни путешествием, ни успешной ученой карьерой. არც ქორწინებით, არც კარგი კარიერით, არც რაღაც მიღწევებით. Льюис профессор, поэтому он пишет об ученых карьерах. ლუისი თვითონ პროფესორია, ამიტომ წერს ის. И он делает оговорку. Я имею в виду не неудачные браки или путешествия или карьеры. და ის ამბობს, რომ მას еще раз. Он говорит, я имею в виду не неудачные браки или не сбывшиеся ის ამბობს, რომ путешествия. მე არ მაქვს მხედველობაში წარუმატებელი ქორწინებები. Он говорит, я имею в виду самые удачные, самые хорошие. მე მხედველობაში მაქვს ყველაზე უფრო კარგი ოჯახები, წარმატებულები. В какой-то момент вам кажется, что вы ухватили жар-птицу за оперение. რაღაც მომენტში გექნებათ ასეთ შეგრძნება, რომ თქვენ დაიჭირეთ ხელით ბედნიერების შიტი, ბედნიერებას მიწვდით რა, დაიჭირეთ იგი. Но потом вы замечаете, как что-то от вас ускользает. მაგრამ უცებ გისხლდებათ იგი ხელიდან. Жена может быть прекрасной женой. ცოლი შეიძლება იყოს შესანიშნავი მეუღლე. Гостиницы и пейзажи просто великолепными. ხოლო სასტუმროდან ხედები საუკეთესო იყოს. Научная работа просто захватывающая. და Невероятно интересная работа. еще раз. Работа может быть очень интересной, და თქვენი სამუშაო ძალიან საინტერესო იყოს. но при этом что-то ускользает от нас. მაგრამ რაღაც მომენტში მაინც ხელიდან სხდება ეს ყველაფერი. И дальше Льюис говорит, что на это есть 3 реакции. და ამაზე ლუისი წერს, რომ არის 3 რეაქცია საღად მოაზროვნე ადამიანის. 2 неверные и 1 правильная. 2 არის არასწორი და 1 სწორი. Реакция первая – реакция глупца. პირველი არის სულელის რეაქცია. Он винит всех и все. ის ადანაშაულებს ყველას და ყველაფერს. Его не покидает мысль, что если он свяжет свою жизнь вот с этой женщиной, вот тут будет настоящее его счастье. მას არტოვებს ის აზრი, რომ თუ ის საკუთარ ცხოვრებას სხვა ქალს დაუკავშირებს, ის იქნება Или если он ბედნიერი. отправится в более дорогое путешествие. ან თუ ის გაემგზავრება რაღაც ძალიან ძვირადღირებულ მოგზაურობაში. Большинство скучающих, разочарованных, богатых людей относятся именно к этому разряду. და უმრავლესობა მდიდარ იმედგაცრუებული ადამიანებისა არიან ასეთები. Всю свою жизнь они переходят от одной женщины к другой.
ისინი ერთი ქალიდან ერთ ქალს ცვლიან მეორეთი, меняют континенты, იცვლიან კონტინენტებს, меняют хобби, იცვლიან თავიანთ ჰობის, не теряя надежды, что вот это-то наконец-то настоящее. და არასოდეს კარგავენ იმედს, რომ სწორედ ეს არის ბედნიერება. Но неизменно постигает их разочарование. მაგრამ მათაც საბოლოოდ იმედი უცროვდებათ. Реакция вторая – это реакция здравомыслящего человека. მეორე არის იმედგაცრუებული საღად მოაზროვნე ადამიანის რეაქცია, который утратил иллюзии. რომელმაც მიატოვა უკვე ილუზიები, Он вскоре приходит к заключению, что все эти надежды были пустой мечтой. ის ძალიან ხვდება, მიდის იმ აზრამდე, რომ ეს ყველა იმედი იყო ფუჭი. Конечно, говорит он, пока вы молоды, вы полны светлых надежд. ის ამბობს, რომ სანამ ახალგაზრდები ხართ, თქვენ გაქვთ ნათელი იმედები. Но доживите до моих лет, и вы оставите погоню за солнечным зайчиком. მაგრამ წლები გავა და თქვენ მიატოვებთ მზის ათინათის დევნას. На этом он и успокаивается. მაგრამ ამაზე არ ჩერდება. Он не ожидает от жизни многого. ის არ ელოდება ცხოვრებიდან ბევრ რამეს. И это в целом лучший вариант, чем первый. და მთლიანობაში ეს ვარიანტი უკეთესია ვიდრე პირველი. Такие люди более счастливы, во-первых, ასეთი ადამიანები უფრო ბედნიერები არიან შედარებით, а во-вторых, меньше приносят неудобства окружающим. და მეორე არის ის, რომ ისინი არ უქმნიან პრობლემას საზოგადოებას. И можно было бы на этом успокоиться и удовлетвориться таким способом мышления. და შეიძლება გავჩერებულიყავით ამაზე, დავჯერებოდით ამნაირად აზროვნებას, если б нам не предстояло жить вечно. ჩვენ რომ არ მოგველოდეს წინ მარადისობა. А что, если Льюис задает вопрос, счастье возможно? და სვამს ლუისი კითხვას, Что если რა მოხდება, რომ მართლაც არსებობდეს ბედნიერება? Что если действительно можно словить солнечный зайчик? და რა მოხდება თუ მართლაც შეიძლება რომ დაიჭირო მზის სხივი? И очень грустно было бы осознать это уже очень поздно. და ძალიან ცუდი იქნება თუ ამ ყველაფერს გავაცნობიერებთ ძალიან გვიან, Буквально после смерти. სიკვდილისთანავე. И Льюис продолжает. Но есть третья реакция, реакция христианина. მაგრამ ლუისი განაგრძობს, არის მესამე რეაქცია. ეს არის ქრისტიანის რეაქცია. И, возможно, вы уже слышали вот именно эти рассуждения. ალბათ თქვენ მოსმენილი გაქვთ ასეთი განმარტებები. Христианин говорит, что ничто живое не рождается на свет с такими желаниями, которые невозможно удовлетворить. ქრისტიანი ამბობს, რომ არაფერი ამ დედამიწაზე არ იბადება ისეთი სურვილების, რომლის დაკმაყოფილებაც არ შეიძლება ამ დედამიწაზე. Ребенок рождается с чувством голода. Вот ему и пища. ბავშვი იბადება შიმშილის გრძნობით, მაგრამ არსებობს საკვები მის გამოსაკვებად. Утенок хочет плавать, для этого ему дана вода. არის იხვის ჭუკი და არსებობს წყალიც, რომ მან იბანაოს ამ წყალში. Люди имеют влечение к противоположному полу. Бог усмотрел интимные отношения. ადამიანს აქვს ლტოლვა საპირისპირო სქესის მიმართ და ღმერთმა შექმნა სქესობრივი ურთიერთობები. И дальше Льюис задает очень важный, глубокий вопрос. და შემდეგ ლუისი სვამს ძალიან ღრმა კითხვას სვამს. Если мы внутри себя замечаем такие желания, что ничто их в этом мире не может удовлетворить, თუ ჩვენში ვამჩნევთ ისეთ სურვილებს, რომლის დაკმაყოფილებაც არ შეგვიძლია ამ დედამიწაზე, то, возможно, мы созданы для иного мира. იქნებ ჩვენ შექმნილები ვართ სხვა სამყაროსთვის. Возможно, эти земные удовольствия даны нам не для того, чтобы удовлетворить наши потребности, наши желания.
იქნებ ეს სამქვეყნიური კურთხევები არ არის შექმნილი იმისთვის, რომ მარტო დავიკმაყოფილოთ ჩვენი სურვილები, а возбуждая меня, манить меня вдаль. არამედ პირიქით, რომ წარკვიტაცოს და წაგვიყვანოს რაღაცისკენ, Там, где настоящее. სადაც არის სინამდვილე, სიმართლე. И если это так, говорит Льюис, და თუ ეს მართლაც ასე ამბობს ლუისი, то я должен постараться быть благодарным за те благословения, которые Бог посылает мне в жизни. მაშინ მე უნდა ვიყო მადლიერი ყველა იმ კურთხევისთვის, რაც მაქვს ჩემს ცხოვრებაში. И с другой стороны, эти благословения воспринимать как эхо, და მეორე მხრივ ეს კურთხევები მივიღოთ როგორც გამოძახილი, как копию, როგორც ასლი, как несовершенное отражение чего-то, что ждет меня впереди. როგორც დაუდასტურებელი რაღაც, რაც მელოდება მე მომავალში. Я должен хранить в себе вот эти порывы к той будущей, настоящей стране. და ეს ყველა სურვილები მე უნდა შევინახო ჩემში, которую мы сумеем обрести только после смерти. რომელსაც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მივიღებ. Или, если сказать словами апостола Павла, და თუ ვიტყვი პავლე მოციქულის სიტყვებით, с 8 главы послания римлянам, მერვე თავის, той будущей славы, которую мы ожидаем. это в каком стихе? Который мы прочитали сейчас. Да, 23. არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც კვნესით გულში მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულის გამოსყიდვას. И Льюис говорит, что мне очень важно не уйти в другую сторону. და ლუისი ამბობს, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ არ წავიდე სხვა მხარეს, Мне очень важно желание дойти до той страны, не погребсти под снегом. და ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სურვილი არ დავმარხო თოვლის ქვეშ. Дойти до этой небесной, настоящей страны, до той будущей славы должно стать целью моей жизни. და ამ ქვეყნის პოვნა უნდა იყოს ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი. И помочь другим дойти до этой страны. და ის სურვილი, რომ სხვებსაც დავეხმარო ამ გზის პოვნაში. И знаете, именно эту цель Дух Святой преследует и достигает в жизни верующего в Иисуса. და ზუსტად ეს არის ჩვენში მყოფი სულიწმინდის მიზანი. Это трудно порой заметить, как Льюис говорит. ეს ხანდახან რთულია ამ ყველაფრის შემჩნევა. Это трудно подобрать слова, чтобы это объяснить. სიტყვები უძლურია ამ ყველაფრის გადმოსაცემად. Это удается таким людям, как Льюис, может быть, еще, как Августин. ეს შეუძლიათ ალბათ ლუისისთან ადამიანებს, ავგუსტინის მსგავს ადამიანებს. Но апостол Павел говорит, трудно выразить словами. მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, სიტყვებით შეუძლებელია ამ ყველაფრის გადმოცემა. Один из библейских комментаторов рассказывает такую историю. ბიბლიის ერთ-ერთი კომენტატორი ასეთ ისტორიას ყვება. Отец со своим малолетним сыном прогуливались по берегу моря. მამა თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად მისეირნობდა ზღვის პირას. Сынишка крепко держался за палец отца. ბავშვს მაგრად ეჭირა მამის თითი ხელს. Какое-то время они шли молча. ისინი ჩუმად მიდიოდნენ. И сын хорошо понимал, папа его любит. და შვილმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მამას უყვარდა იგი. Но в какой-то момент отец остановился, взял сына, подбросил его вверх, словил, обнял, поставил на землю
და რაღაც მომენტში მამამ აიტაცა შვილი ხელში აიქნია, მაგრამ ჩაეხუტა და დასვა ძირში. Ничего не сказал, არაფერი უთქვამს, но что-то произошло в их сердцах. მაგრამ რაღაც მოხდა მათ გულებში. Сынишка еще больше осознал, насколько папа его любит. და ბავშვმა უფრო მეტად გააცნობიერა თუ რამდენად უყვარს მამას იგი. Что-то подобное происходит и в сердце верующего человека. რაღაც მსგავსი ხდება მორწმუნის გულშიც. Среди каких-то испытаний, трудностей, или, как апостол Павел говорит здесь, страданий, და მორწმუნის ცხოვრებაშიც, როდესაც ის განსაცდელებს გადის, პრობლემებს გადის, Дух Святой подкрепляет нас, სული წმინდა გვამხნევებს ჩვენ ამ დროს, ходатай- გვამაგრებს, ходатайствует о нас შუამდგომლობს ჩვენთვის, теми вздохами, которые трудно выразить словами. იმ გამოუთქმელი ოხრით, რომლის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია. Пусть эти размышления других христиан помогут нам размышлять самим дальше об этом. სხვა ქრისტიანების ნაფიქრალი იყოს ჩვენი ფიქრის მიზეზიც. Вы много что имеете от Бога, благословений каких. ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაქვს ღმერთისაგან ბოძებული კურთხევა, Как духовных, так и бытовых. როგორც სულიერი, ასევე მატერიალური И нам важно быть благодарными за них, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადლიერნი ვიყოთ მათ გამო. не обесценивать их, არ გავაუფასუროთ იგი, не пренебрегать, но принимать с благодарностью. არამედ პირიქით მივიღოთ ის მადლიერებით И в то же время помнить, და თან გვახსოვდეს, что все это нам напоминает о чем-то более славном, куда нас ведет Дух რომ Святой. ყველაფერი ეს გვახსენებს უფრო დიდებულს, უფრო აღმატებულს, რაც ღმერთმა დაგვპირდა. Аминь. ამინ. Давайте помолимся. მოდით ვილოცოთ.